დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო სტუმრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია და არასამთავრობო ორგანიზაცია დრონის ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი დიტო კურტანიძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ჩვენ გადაცემის დასაწყისში გავაცანით ჩვენს ტელემაყურებელს ამ ძალიან კარგი სიახლის შესახებ. ქართველი და ახალგაზრდა აფხაზი ახალგაზრდები მიემგზავრებიან ირლანდიაში მარტის შუა რიცხვებში, როგორც ვიცით, რა მიზნით მიემგზავრებიან, რა პროექტის ფარგლებში და ვიზიტის შინაარსი რაში მდგომარეობს? მოგესალმებით, დილამშვიდობისა. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. რაც შეეხება ვიზიტის და შეხვედრის მიზნებს, ეს არის ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამული მიმართულება, ახალგაზრდები მოქმედებაში, ესე ქვია პროგრამას Youth in Action, რომლის ფარგლებში დაფინანსებულია პროექტი და ირლანდიურ ორგანიზაციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია დრონი, ალბათ შემდგომ თვითონ უფრო დეტალებში საუბრებს ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაძლევს შესაძლებლობას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისა, მე ესე ვიტყოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გარდა ასე ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა ამ ღონისძიებაში, შეხვედრა სემინარი, მოდი ესე დავარქვათ, მონაწილეობას იღებენ აფხაზი ახალგაზრდები და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა და ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ახალგაზრდების ჩართულობა, ახალგაზრდების მონაწილეობა, საომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელება, ახალგაზრდული სამუშაო და სხვა ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც წამოიჭრება ამ შეხვედრაზე და რომლის ასე ვთქვათ გადაჭრის გზების მოძიება და ხელშეწყობაზე იქნება საუბარი, არის ის თემები, რომელიც ასე ვთქვათ საკვანძო თემებია აი ამ შეხვედრის. აქედან გამომდინარე, ჩვენი დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მე და ფონდის დირექტორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია დრონი და აფხაზეთის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ასევე ამ შემადგენლობით იქნება დაკომპლექტებული ჯგუფი, ასე ვთქვათ, ქართული დელეგაცია და შესაბამისად თავიდან ბოლომდე მზად ვართ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ძალიან წარმომადგენლობითად და ასე ვთქვათ წარმატებულად მივიღოთ მონაწილეობა. როგორ შეირჩნენ დელეგაციის წევრები, რა ფორმით მოხდა მათი შერჩევა? პირველ რიგში აღვნიშნავთ იმას, რომ ეს პროექტი უკვე მეოთხედ ტარდება ახალგაზრდა ასოციაცია დრონის ჩართულობით და პარტნიორობით. აქამდე ანუ ყოველთვის მიყვავდა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მაგრამ წელს გადავწყვიტეთ, რომ რატომღაც წავიყვანოთ აქ სამინისტროდანაც, აფხაზეთის მთავრობიდანაც ხალხი, ვინც უფრო რაღაც ჩართული არის, მეტი გამოცდილება აქვს, შეიძლება მსგავს კონფლიქტურ თემებთან დაკავშირებით, რაზეც ილაპარაკებენ და წავა დისკუსია. ვინაიდან და რადგანაც იქაც თვითონ აფხაზეთიდან არ მოდიან მხოლოდ ახალგაზრდები და მოდიან იგივე სოხუმის მერიიდან და სამინისტროდან ხალხი, ასაკოვანი ხალხი, რომლებთაც პრინციპში აქამდე რო უშვებდით ახალგაზრდებს, გაცილებით მეტი ცოდნა ჰქონდათ იმათ და დისკუსიაშიც ვერ შედიოდნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ წავიყვანა სამინისტროდან ხალხი. ანუ უფრო ნაყოფიერი იქნება ეს? ნაყოფიერი იქნება, კი, იქნება გამომდინარე, რომ მივდივართ. მე იგივე, რომელიც რა მსგავს პროექტებში უკვე 10 პროექტი მაინც იქნება, სადაც მონაწილეობას ვიღებ, კოორდინატორი ასევე ადგილობრივი პროექტების ორგანიზაციაში და გამოცდილი ასეთი ხალხი, როგორც იგივე მურმანია და დანარჩენი ორი ადამიანი, ვისაც წავიყვანთ. ალბათ აქ საუბარი არის წარმომადგენლობითობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაერთიანებული ამ შემთხვევაში, რასაც კროს-სექტორული თანამშრომლობა ქვია, ეს არის იგივე სახელმწიფო სტრუქტურასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. ჩვენ იმასაც დავძენ, რომ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია დრონთან ურთიერთობის, ჩვენი ერთ-ერთი ბენეფიციარი ორგანიზაცია, რომელიც დავაფინანსეთ, ამავდროულად ეს ორგანიზაცია საკმაოდ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე და ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, გარკვეული გამოცდილებასთან ერთად ჩვენი, ასე ვთქვათ, საომავლო გეგმებიც ითვალისწინებს იმას, რომ ასე ვთქვათ, არაერთი აქტივობა განვახორციელოთ ერთობლივად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ეს ორმაგად მნიშვნელოვანია. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო შეხვედრის მნიშვნელობაზე და მონაწილეობაზე, რასაც ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ. აქ საუბარი არის კომუნიკაციაზე. მოიხსენება ყველაფერი კომუნიკაციიდან იწყება. შესაბამისად დღეს ამ მიმართულებით იგივე ქართველ და აფხაზ
ახალგაზრდებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც ყველაზე მეტად ბარიერული, ეს არის კომუნიკაცია. კომუნიკაციიდან იწყება ყველაფერი, კომუნიკაციიდან იწყება ურთიერთობა და შესაბამისად ეს მსგავსი სახის შეხვედრები გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ანუ პირველ რიგში ავაწყდეს კომუნიკაციის სწორად, რასთავარ ეგ რომ არაერთი შეხვედრა ჩავარდნილა, მოდი ესე ვთქვათ, მსგავსი მიმართულებით. საბედნიეროდ ჩვენ მსგავსი პრაქტიკა არ ქონია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ანუ რამოდენიმე შეხვედრაც შეიძლება ისე არასასურველად დასრულებულიყო კიდე ქართულ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა იქნება პოზიტიური, როგორც ჩვენი ასევე სხვა შეხვედრები იყო და ის კომუნიკაცია შედგება. სახალხო დიპლომატია, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია და ხალხთა შორისი ურთიერთობები. ეს არის ჩემი აზრით, გარდა სხვა პროცესებთან ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი იმისა, რომ ადამიანებმა დაიწყონ ურთიერთობა პირველ რიგში და ის რაღაც რკინის ფარდა, რომელიც ჩამოშვებულია ჩვენ შორის ნელ-ნელა დავანგრიოთ. ეს იქნება ირლანდიაში, იქნება სტამბულში თუ სხვა ქვეყანაში თუ საქართველოში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ დავიწყოთ ურთიერთობა, თავარია რომ აღვადგინოთ ურთიერთობა, ასე ვთქვათ, დავათმოთ ურთიერთობა და შესაბამისად გვაქვს ესეთ კარგი მექანიზმი, აგერ ერთობლივად ახალგაზრდებს რომ ეს ასე ვთქვათ გამოვიყენოთ შესაძლებლობა. აი რა ღონისძიებებს მოიცავს უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, აი ეს შეხვედრები და მსგავსი შეხვედრები როგორ ხდება შენი ტელემაყურებლობის? თვითონ ევროკავშირს აქვს რამოდენიმე განხრით ვიტყოდი ასე ახალგაზრდული გაცვლები, ევროპული მოხალისეობრივი პროგრამები და ტრეინინგ კურსები. ეს არის ტრეინინგ კურსი, რომელსაც ასაკობრივი ცენზია ესე მოიცავს 18 წლიდან 31 წლამდე. ახალგაზრდები მიდიან სხვადასხვა თემატიკით. ამ შემთხვევაში ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა პრობლემატიკურ თემებზე, ჩვენ რა პროექტზეც მივდივართ და განვიხილავთ იგივე ჩვენი მომავალი ურთიერთობების პერსპექტივაში კი რა მომავალი არსებობს, როგორ შეიძლება რომ განმავითაროთ ეს ყველაფერი და მომავალში როგორი პროექტები გავაკეთოთ, განვახორციელოთ ერთად. წინა შეხვედრებმა მინდა ვთქვა, რომ გამოიღო შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩატარდა საერთოდ რამოდენიმე შეხვედრა, იგივე მიწვევა იყო აფხაზეთში და არის ეს პერსპექტივაში ისეთი მომავალი ჩანს, როდესაც ეს პროექტები ეხმარება ადამიანს რაღაცა მომავალი განავითარონ ურთიერთობა და შეინარჩუნონ კონტაქტები მithumetes. ამ შეხვედრებზე უკეთესად გავაგრძელებ, ამ შეხვედრებზე გარდა იმისა, რომ ინფორმაციის გაცვლა ხდება, ხო? მაგალითად ჩვენ გავაკეთებთ ასე ვთქვათ მოკლე შეჯამებას თუ ახალგაზრდული მიმართულებით, იგივე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი იქნება, ახალგაზრდული სამუშაო იქნება, მოხალისეობრივი ცხოვრება იქნება და თუ ზოგადად ახალგაზრდული ასე ვთქვათ ცხოვრება როგორ მიდის საქართველოში, როგორ ვითარდება, გარდა ამისა საუბარი იქნება რა თქმა უნდა მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემებზე ჩვენთვის და ამავდროულად იქნება სამომავლო პროექტებზე, აი რაზეც დითომ გააკეთა. ალბათ გამოსავალზეც. ევროკავშირისთვის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ასე ვთქვათ ფარგლებში არსებულ ქვეყნებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, იგივე იმ ფონზე რაც დღეს ხდება უკრაინაში, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობენ, ასე ვთქვათ, ქართველი ახალგაზრდები ევროინტეგრაციის საკითხებზე. კავკასიის რეგიონი არის ამ ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი, საუბარი მაქვს არა მარტო სამხრეთ კავკასიაზე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებით შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიას და შესაბამისად აი სწორედ რა ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს სამომავლოდ. აი როგორ გესახებათ თქვენ სახსენებთ რა პროექტების განხორციელება არის შესაძლებელი თქვათ აი მომავალში როგორ ხედავთ რა შეიძლება გაკეთდეს გარდა იმისა რასაც ახავს ეს თავარია რომ იმაჩნია აღდგეს კომუნიკაცია და კომუნიკაცია ეს ახალგაზრდების შეხვედრებით და დანარჩენი თვითონ ის Youth in Action პროგრამა ახალგაზრდების მოქმედებაში რაც მოიცავს თემატიკა არის სულები და აბსოლუტურად ძალიან ფართოა ძალიან და ესე უბრალოდ რომ დავასახელო ადამიანის უფლებები იქნება იქ გენდერი სხვადასხვა ბუნებასთან დაკავშირებული პროექტები საერთოდ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გაკეთდეს მithumetes აფხაზებთან მიმართებაში ძალიან ბევრი დაბადებულა საერთო იდეა უბრალოდ პრობლემა არის ის რომ ვერასდროს ვერ ტარდება ეს პროექტები აფხაზეთში ვერასდროს ვერ ტარდება ეს პროექტი საქართველოში იქიდან გამომდინარე რომ აფხაზები უარს ამობენ ხოლმე თვითონ ირლანდია რა პრინციპით შეირჩა ეს გამომგზავრული ორგანიზაციები პირდაპირ ვიტყოდით რომ ის ახალგაზრდები რომლებიც იქ მოდიან საბოლოოდ დადებითი შედეგი რა თქმა უნდა და დადებითი შედეგი გამოაქვს მაგრამ აი საბოლოოდ აფხაზეთიდან როდესაც გზავნიან ამას და მithumetes ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია აფხაზეთში სამწუხაროდ არ არის და იგივე ეს ორგანიზაცია საიდანაც მოდიან ეს ახალგაზრდები
მთავრობასთან არის მიბმული, აქედან ანუ დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ. დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ არასამთავრობო NGO, როგორც ასეთი ეგრეთ წოდებული, ანუ ასეთი ორგანიზაცია. მაგრამ აი ირლანდია იგივე ნეიტრალური ქვეყნები იგეგმება ხოლმე არ მარტო ირლანდიაში, ამასთანავე ლატვიაშიც იყო, სხვადასხვა ქვეყნებში ნეიტრალურ ქვეყნებში იგეგმება ხოლმე და გამოაქვს შედეგი, იქიდან გამომდინარე რომ კომუნიკაცია თავის შედეგს გამოიღებს, კონტაქტები მყარდება და რა ვიცი. ბატონო მურმან, აი თქვენთან მაქვს შეკითხვა, თქვენ ახსენეთ, რომ არაერთი პროექტი, თქვათ, ჩავარდნა, ანუ არ გამოუღია ისეთი შედეგი, როგორცაც ელოდებოდნენ, ხო? მსგავსი რამ თქვენს პრაქტიკაში არ მომხდარა, მადლობა ღმერთს, თუმცა შესაძლოა, რომ თქვათ, არ ჩაიაროს, რადგანაც არსებობს ბარიერი, რადგანაც არსებობს რაღაცა სახის კონფლიქტი, შესაძლოა რაღაცა წინაღობა წარმოიქმნას, ხო? შეხვედრების დროს. თუ ხართ თქვენ მზად იმისთვის, რომ აი ამ ბარიერის დაძლევაში ახალგაზრდებს დაეხმაროთ, იმიტომ რომ საკმაოდ ფაქიზი თემაა, აუცილებელია აქ ყველანაირი ძალების მობილიზება, ესე ვფიქრობ. მადლობა შეკითხვისთვის. დიახ, ახსენა ამასთან დაკავშირებით კიდეც რომ ანუ ეს არის გუნდი, რომელიც პირველად არ იღებს მონაწილეობას გავსახე შეხვედრებში, სწორედ ამიტომ შეირჩა და დაკომპლექტა ასე ვთქვათ დრონის მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს წარმომადგენლებს, ფონდის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღო ასე ვთქვათ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს. ან ეს საშუალებას გვაძლევს ეს გამოცდილება იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა რისკი გამორიცხოთ. ეს არ არის შეხვედრა, სადაც შეიძლება იყოს ემოციური. აქ უნდა იყოს პირველ რიგში ემოციისგან დაცლილი, აბსოლუტურად ყოველგვარი ემოციისგან. რა თქმა უნდა აკონტროლებდეს შენ თავს. შეიძლება რაღაცა შეურაცხყოფელიც იყოს შეხვედრაზე, მაგრამ შენ უნდა გქონდეს იმის ასე ვთქვათ უნარი, იმის შესაძლებლობა, რომ დადგე ყველაფერზე მაღლა, გადალახო და რა თქმა უნდა გააკეთო ის, რაც შენ ქვეყანას პირველ რიგში ჭირდება, გააკეთო ის, რაც საზოგადოებას პირველ რიგში ჭირდება და მეორე, შეიძლება ისაუბრო ყველაფერზე და ამავდროულად ისაუბრო არაფერზე. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება საერთოდ არ შეეხო კონფლიქტურ თემას ისე სხვა თემებიდან. იგივე ეს იქნება კულტურა, ის იქნება განათლება, რაც ყველასთვის ზოგადია. რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება, იგივე ბუნება, ეკოლოგია. ჩვენ ხო ერთი ასე ვთქვათ სივრცე ვართ, ხო? ჩვენ ხო ერთიან ასე ვთქვათ ასე ვთქვათ ჩარჩოებში ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რკინის ფარდა ჩამოშვებულია, ტრადიციები, კულტურა, წარმომავლობა, ისტორია, ეს ყველაფერი ერთიანია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მარტივია ხოლმე საერთო გზების გამოლახვა. ნუ სამზარეულო და ასე შემდეგ. თემები უამრავია. კი, რა თქმა უნდა. და ძალიან მარტივია, რომ ამაზე ვისაუბროთ. და ამ შესაძლებლობას მე ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი არასამთავრობო ორგანიზაცია დრონს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია და აძლევს ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობას, რომ პირველ რიგში მიიღონ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და კონკრეტული შედეგი დადონ და ჩამოიტანონ საქართველოს. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაათბობს ფარდა რკინისა, რომელიც თქვენ საუბარში არაერთხელ ახსენეთ, ჩამოიხსნება რაღაცა გარკვეულწილად იმ ურთიერთობაში, რომელსაც ქართველი და აფხაზი ხალხის ურთიერთობა ქვია. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და მოდით შევთანხმდეთ, რომ როდესაც დაბრუნდებით, ჩვენ ძალიან კარგი ინფორმაციებით კიდევ ვისაუბრებთ სტუდიაში. გისურვებთ წარმატებებს.